27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა. უთანასწორო ბრძოლას 30,000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 300,000 მოქალაქე კი დევნილად იქცა. ამ დაპირისპირების შედეგად საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე დროშები დაშვებულია. ეს ერთ-ერთი უმძიმესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. აფხაზეთის კერძოდ სოხუმის დაკარგვის დღე, სოხუმის დაცემის დღე, რასაც შემდეგ ჯაჭურად მოყვა მთელი აფხაზეთის დაკარგვა. იმ ეტაპზე კოდორის ხეობის, ანუ აფხაზეთის სვანეთის გარდა, სოხუმის დაცემამდე ასე განვითარდა მოვლენები. იქნა ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა არტილერიის გამოტანას სოხუმიდან, პრაქტიკულად გაშიშვლებას ქალაქის, შეიარაღებული ნაწილების და საერთოდ მძიმე ტექნიკის გამოტანას, რაც შესრულებული იქნა ჩვენს მიერ, პრაქტიკულად 16 სექტემბერს, როდესაც დაიწყო სოხუმზე მოულოდნელი თუ არც კი მოულოდნელი პრინციპში შტურმი, ფაქტიურად ადგილობრივი სოხუმის ქართული ბატალიონები რეალურად კალაშნიკოვების ანაბარა იყვნენ დარჩენილი. რაც შეეხება ფაქტობრივ დაკარგვას, ხო, ფაქტობრივად კი აფხაზეთი დავკარგეთ და ის 2008 წლამდე იყო ფაქტობრივად დაკარგული, თუმცა აფხაზეთში ვინარჩუნებდით ძალიან მნიშვნელოვან პლაცდარმს, ეს იყო კოდორის ხეობა, სადაც ხელის გულზე იყო სანაპირო ზოლი და განსაკუთრებით თვითონ სოხუმი. 2008 წელს ვიცით რაც მოხდა, ომი დაიწყო აქ ცხინვალის რეგიონში, შესაბამისად მეორე რუსეთის მხარემ აფხაზებს მისცა საშუალება კოდორის ხეობის დაკავების, მანამდე უკვე განიარაღებული იყო ადგილობრივი სვანური ბატალიონი, რომელიც ხეობას ახლოს არ აკარებდა არც სეპარატისტებს და არც არავის, ფაქტობრივად დაუცველ ხეობაში შევიდნენ, სანამ არსებობს აფხაზეთის საკითხი და არის ეს ღიად. ცხინვალი ცოტა მარტივად გადასაწყვეტია, თუ კი ამას რუსეთთან დაარეგულირებ მარტო მოსკოვთან. აფხაზეთი კიდევ უფრო რთული თემაა. მანამდე არ იქნება, საქმიან, ასე ვთქვათ, ეს დალაგებული და არსებობს ძალიან ძლიერი ძალები, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. რომ არ დარეგულირდეს აფხაზეთის საკითხი და მუდმივ რეჟიმში იქნეს შენარჩუნებული საქართველოსა და მსოფლიოს უძლიერეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის კონფლიქტური სიტუაცია.